მათეს სახარების განმარტება. თავი პირველი. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. მუხლი პირველი. სახარების დასაწყისი და ქრისტეს სახელები. 1. წიგნი შობისა. რატომ არ გამოიყენა აქ წმიდა მათემ მსგავსად წინასწარმეტყველთა ხილვა ან სიტყვა ნაცვლად შობისა? ისინი ხომ ასე წერდნენ. ხილვა, რომელი იხილა ესაია, ესაია, თავი პირველი, მუხლი პირველი. ან სიტყვა, რომელი იყო ესაიასადმი, ესაია, თავი მეორე, მუხლი პირველი. ქსურს გაიგო რატომ? წინასწარმეტყველები გულქვასა და ურჩ ხალხს მიმართავდნენ და იმიტომაც ამბობდნენ ეს საღმრთო ხილვა და ღმრთის სიტყვა არისო, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და მათი ნათქვამი აბუჩად არა ეგდო. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და ამასთან დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ იმგვარს, რაც წინასწარმეტყველთა თქვეს. წინასწარ არაფერს ამბობს. სათქმელი სხვაც მაქვს. ის, რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს, სულიწმიდით წარმოისახეს და ამიტომაც უწოდებდნენ ხილვას. ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა. არამედ გრძნობიერად იყო მასთან. გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არ თქვა. ხილვა, რომელი ვიხილე, ან წარმოსახვა, არამედ წიგნი შობისა. იესო. სახელი იესო ბერძნული არ არის. არამედ ებრაულია და თარგმანში მაცხოვარს ნიშნავს. რამე თუ სიტყვით იაო ებრაელები ხსნას, ცხოვრებას გამოხატავენ. ქრისტესი. ქრისტეს მეფეებს და მღვდელმთავრებს უწოდებდნენ, რადგან მათ წმინდაზეც ცხებდნენ, რომელიც რქაში იდგა და თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. უფალს ეწოდება ქრისტე, როგორც მეფეს, რომელიც ცოდვის წინააღმდეგ გამეფდა, და როგორც მღვდელმთავარს, რომელმაც თავისი თავი ჩვენთვის მსხვერპლად მიიტანა. ის ხომ ცხებულია ჭეშმარიტი ზეთით, სულიწმიდით და ცხებულია სხვებზე აღმატებულად, რადგან სხვას ვის ჰქონდა ისეთი სული, როგორიც უფალს, წმინდანებში მადლი სულისა წმიდისა მოქმედებდა, ხოლო ქრისტეში მადლი სულისა წმიდისა კი არ მოქმედებდა, არამედ თავის ერთარ სულთან ერთად სასწაულებს თვით ქრისტე აღასრულებდა. ძისა დავითისი. მას შემდეგ, რაც მათემ თქვა იესო, დაუმატა ძისა დავითისი, რათა შენ სხვა იესო არ იგულისხმო, რადგან სხვა იესოც იყო ცნობილი, რომელიც ებრაელებს მოსეს შემდეგ წინამძღოლობდა, მაგრამ მასნავეს ძე ეწოდებოდა და არა დავითისა. იგი დავითამდე მრავალი თაობით ადრე ცხოვრობდა და იუდას ტომიდან კი არ იყო, საიდანაც დავითი წარმოიშვა, არამედ სხვა ტომიდან. ძისა აბრაჰამისი. რატომ დააყენა მათემ დავითი აბრაჰამის წინ? იმიტომ, რომ დავითი უფრო ცნობილია. იგი აბრაჰამის შემდეგ ცხოვრობდა და დიდებული მეფე იყო. ღმრთის გული ისრაელში მეფეთაგან პირველმა მან მოიგო და მისგან აღთქმაც მიიღო იმის თაობაზე, რომ ქრისტე მისი თესლიდან აღდგებოდა. ამიტომაც უწოდებდა ქრისტეს ყველა დავითის ძეს. დავითმა ქრისტეს წინასახი მართლაც დაიმარხა, როგორც ის გამეფდა ღმრთისაგან მოძულებული და დამხობილი საულის ნაცვლად. ასევე ხორციელად მოსული ქრისტე ჩვენზე შემდეგ გამეფდა, რაც ადამი მოაკლდა სამეფოსა და მეფობას, რომელიც მას ყველა არსებასა და დემონებზე ჰქონდა. მუხლები მეორედან მეექვსეს ჩათვლით. ქრისტეს გენეალოგია აბრაჰამიდან დავითამდე. 2. აბრაჰამმა შვა ისაკი. მახარებელი ქრისტეს გენეალოგიას აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველად მან მიიღო აღთქმა, რომ ყველა ხალხი მისი თესლით იკურთხეოდა. მაშა სადამე, ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება მართებულია, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომლითაც ჩვენ ყველამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება როგორც მამა ერებისა, ისაკი კი, როგორც სიხარული, ციცილი, მახარებელი აბრაჰამის უკანონო შვილებს, მაგალითად, ისმაელსა და სხვებს, არ ახსენებს, რადგან იუდეველნი არა მათგან, არამედ ისაკისაგან წარმოიშნენ. 2-3. ისაკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი. ხედავ,
იუდა და ძმანი მისნი იმიტომაც მოიხსენია, რომ 12 შტო მათგან წარმოიშვა. 4. იუდამ თამარისაგან ფარეზი და ზარა შვა. იუდამ თამარი ცოლად თავის ძეთაგან ერთ-ერთს, ჰერს შერთო, ხოლო როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, იგი ცოლად ავნანს მისცა, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა თავისი სამარცხვინო საქციელის გამო სიცოცხლეს ისიც მოაკლდა, იუდას თამარი აღარავისზე აღარ დაუქორწინებია, მაგრამ რადგანაც თამარს აბრაჰამის თესლისგან შვილების ყოლა ძლიერ უნდოდა, ქვრივის სამოსი გაიხადა, ვითარცა მეძავი, ისე შეიმოსა და თავის მამამთილს შეერთო, ვისგანაც ტყუპები ჩაესახა. როცა მშობიარობის ჟამი დადგა, ერთ-ერთმა ბავშვმა საშოდან ხელი გამოყო. თითქოს პირველად ის უნდა დაბადებულიყო. ბებია ქალმა გამოყოფილ ხელზე მყისვე წითელი ძაფი შეაბა, რათა სცოდნოდა პირველი რომელი დაიბადებოდა, მაგრამ მან ხელი უკანვე წაიღო და ჯერ მეორე ბავშვი დაიბადა, ხოლო შემდეგ უკვე ის, რომელმაც ხელი პირველმა გამოყო. ამიტომაც პირველად დაბადებულს ფარეზი ეწოდა, რაც მეყონებას ნიშნავს, რამე თუ მან ბუნებრივი რიგი დაარღვია, ხოლო მას, ვინც ხელი უკან შეყო, ზარა. ეს ისტორია ერთგვარ საიდუმლოზეც მიგვანიშნებს. ვითარცა ზარამ ხელი ჯერ გამოაჩინა, ხოლო შემდეგ ისე უკან წაიღო. ასეთივეა ქრისტეს მიერი მოქალაქეობა. იგი წმინდანებში ჯერ კიდევ სჩულამდე და წინადაცვეთამდე გამოჩნდა, რადგან ისინი არასჯულისა და მცნებათა დაცვით, არამედ იმით, რომ სახარების მიერი მოქალაქეობით იცხოვრეს, განმართლდნენ, შეხედე აბრაამს, ვინც მამა და სახლი ღმრთის გამო დატოვა და ბუნებას განუდგა, შეხედე იობს, მელქისედეკს, სჯულის მოსვლით ამგვარი ცხოვრება დაიფარა, მაგრამ ვითარცა იქ, შემდგომად ფარეზის შობისა, მოგვიანებით კვლავ ზარა გამოვიდა, ასევე სახარებისეული ცხოვრებაც, სჯულის მოცემის შემდეგ, მოგვიანებით განბრწყინდა, წითელი ძაფით ანუ ქრისტეს სისხლით აღბეჭდილი. მახარებელმა ეს ორი ყრმა იმიტომაც ახსენა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა, თუმცაღა თამარი, რომელიც იმის გამო, რომ მამამთილს შეერთო, ალბათ, ქებას არ იმსახურებს, მახარებელმა მაინც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა, უფრო ზუსტად, იგი თვითონ იშვა მათგან, რათა განეწმინდა, რადგან მოვიდა წოდება და არა მართალთა, არამედ ცოდვილთა. 3. 5. ფარეზ შვა ესრომ შვა არამ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნაასონ, ნაასონ შვა სალმონ შვა ბოოს რექაბისგან. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ რექაბი ის მეძავი რააბია, რომელმაც ისონ ნავეს მსტოვარნი, მზვერავნი შეიწყნარა, ისინიც გადაარჩინა და თვითონაც გადარჩა. მათემ რექაბი გაიხსენა, რათა ეჩვენებინა, რომ მსგავსად მისა წარმართთა მთელი კრებულიც მეძავი იყო, რადგან თავისი საქმეებით მეძაობდა, მაგრამ ის წარმართნი, რომელთაც ისოს მზვერავნი ანუ მოციქულები შეიწყნარეს და მათი სიტყვები ირწმუნეს, ყველა გადარჩა. ბოოს შვა იობედ რუთისგან. ეს რუთი სხვა ტომიდან იყო, მაგრამ ბოოს მაინც შეეუღლა, ასევე წარმართების ეკლესიამაც, რომელიც სხვა იყო და არც აღთქმანი ჰქონდა მიცემული, თავისი ხალხი, კერპთა თაყვანისცემა და თავისი მამა ეშმაკი დაივიწყა და ძეღმრთისას მიერ სასლოდ იქნა შეწყნარებული. 5. 6. იობედ შვა იესე შვა დავით მეფე მან შვა სოლომონ ურიაის ცოლისაგან, და ურიის ცოლიც მათემ აქიმის საჩვენებლად მოიხსენია, რომ წინაპართა გამო კი არ უნდა გვერცხვინებოდეს, არამედ მათ განბრწყინებას ჩვენი სათნოებით უნდა შევეცადოთ, და რომ ღმერთს ყველა, ვისაც სათნოება აქვს, თუნდაც მეძავისგან იყოს შობილი, ეს სათნოება. მუხლები მე-7-დან მე-11-ს ჩათვლით, მეფეთა თაობები და ბაბილონის ტყვეობა. 7. 11. სოლომონ შვა რობოამ შვა აბია შვა аса შვა იოსაფატ შვა იორამ შვა ოზია შვა იოათამ
იოათამ შვა აქაზ, აქაზ შვა ეზეკია, ეზეკია შვა მანასე, მანასე შვა ამონ, ამონ შვა იოსია, იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყვეობას ამას ბაბილონელთასა. ბაბილონში გადასახლება იმ ტყვეობას ეწოდება, რომელიც შემდგომში დაითმინეს ებრაელებმა, როცა ყველანი ერთად ბაბილონში წაასხეს. ბაბილონელებს ბრძოლა მათთან სხვა დროსაც ჰქონდათ, მაგრამ შედარებით ნაკლებ ზიანს აყენებდნენ, ხოლო ამჯერად ისინი სამშობლოდან საერთოდ გაასახლეს. მუხლები მე-12-დან მე-17-ს ჩათვლით, რატომ იოსების გენეალოგია და სამჯერ 14 თაობა. 12-16 შემდგომად ტყვეობისა მის ბაბილონისა იექონია შვა სალათიელ, სალათიელ შვა ზორობაბელ, ზორობაბელ შვა აბიუდ, აბიუდ შვა ელიაკიმ, ალიაკიმ შვა აზორ, აზორ შვა სადუკ, სადუკ შვა აკიმ, აკიმ შვა ალიუდ, ელიუდ შვა ელეაზარ, ელეაზარ შვა მათთან, მათთან შვა იაკობ, იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე. რატომ არის აქ გადმოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღვთისმშობლისა? რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლოდ შობაში? იოსები ხომ ქრისტეს ნამდვილი მამა არ ყოფილა, რომ გენეალოგია მისგან იწყებოდეს? მაში მოისმინენ, რამდენადაც იოსებს მართლაც არავითარი წილი არ უდევს ქრისტეს შობაში. ამიტომ აქ ღვთისმშობლის გენეალოგია უნდა ყოფილიყო გადმოცემული, მაგრამ რადგანაც არსებობდა კანონი, რომლითაც გენეალოგიის გადმოცემა ქალის ხაზით არ შეიძლებოდა, ქალწულის გენეალოგია არც მათემ გადმოგვცა. გარდა ამისა, იოსების გენეალოგიის გადმოცემით მისიცაა გადმოცემული, რადგან არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც კაცს ცოლი არა სხვა ტომიდან, მოდგმიდან და გვარიდან, არამედ მისივე ტომიდან და გვარიდან უნდა მოეყვანა. რადგან კანონი ასეთი იყო, ცხადია, იოსების გენეალოგიით ღვთისმშობლის გვარტომობაც გადმოიცა, რადგანაც ღვთისმშობელი მისივე ტომისა და გვარის იყო, ასე რომ არ ყოფილიყო. მარიამი მასზე როგორ დაიწინდებოდა? ამგვარად მახარებელმა თუმცა კი დაიცვა კანონი, რომელიც გენეალოგიის გადმოცემას ქალის ხაზით კრძალავდა, მაგრამ მოგვცა რა გენეალოგია იოსებისა, ღვთისმშობლის გვარტომობაზე მაინც მოგვითხოვრო. იოსებს მარიამის ქმარი მან საერთო ჩვევის მიხედვით უწოდა, რადგანაც ჩვენ ჩვევად გვაქვს დამწინდელს და წინდულის ქმარი მანამდე ვუწოდოთ, ვიდრე ქორწილი შედგება. 17 ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი 14 და დავითისითგან ვიდრე ტყვენვადმდე ბაბილონისა ნათესავი 14 და ტყვენვითგან ბაბილონისაით ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი 14. მათე მთავრობები სამ ნაწილად დაყო, რათა იუდეველთათვის ეჩვენებინა, რომ მსაჯულებისაგან იმართებოდნენ, როგორც ეს დავითამდე იყო, თუ მეფეები განაგებდნენ, რაც ბაბილონის ტყვეობამდე გაგრძელდა, თუ მღვდელმთავრებს ემორჩილებოდნენ, როგორც ქრისტეს მოსვლის წინ, სულ ერთია, სათნოებისათვის მაინც ვერავით არ სარგებელს ვერ იღებდნენ და ისეთ ჭეშმარიტ მსაჯულს, მეფესა და მღვდელმთავარს საჭიროებდნენ, როგორიც ქრისტეა, ბრაჟამს, თანახმად იაკობის წინასწარმეტყველებისა, მეფობა შეწყდა, ქრისტე მოვიდა, მაგრამ ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე 14 თაობა როგორღა არის, როცა მხოლოდ 13 პირი ჩანს. გენეალოგიაში რომ ქალის შეყვანა შეიძლებოდეს, მარიამს მივათვლიდით და რიცხვით შესრულდებოდა, მაგრამ ქალი გვარტომობის სიაში არ შედის. მაში ეს საკითხი როგორღა უნდა გადაიჭრას? ზოგიერთები ამბობენ, რომ მათემ გადასახლება ტყვეობა რიგს, როგორც პირი, ისე მიათვალა. მუხლები მე-18-დან 21-ს ჩათვლით, ქრისტეს უთესლოდ შობა. 18 ხოლო იესო ქრისტეს შობა იესრეთ იყო, რამე თუ თხოვილიყო დედა იმისი მარიამ იოსებისა, რისთვის დაუშვა ღმერთმა ეს დაწინდვა და საერთოდ, რატომ მისცა ადამიანებს საბაბი ეჩვისა, რომ იოსებმა იგი შეიცნო? იმიტომ, რომ ქალწულს სჭირთა შინა მფარველი ჰყოლოდა. ეგვიპტეში ლტოლვისას ხომ იოსებმა იზრუნა მასზე და გადაარჩინა იგი. გარდა ამისა, იმისთვისაც დაიწინდა, რომ ეშმაკს დამალოდა,
რადგან უკეთო ეშმაკი ქალწულის მუცლადღებას შეიტყობდა, თვალ-თვალს დაუწყებდა. ამგვარად, მარიამ იოსებზე მატყუარას მოსატყუებლად დაიცინდა. ქორწილი მხოლოდ გარეგნულად შედგა, საქმითი არა. და ვიდრე შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. შერთვა აქ შეერთებას, ერთად ყოფნას ნიშნავს. მარიამმა მუცლად მანამდე იღო, ვიდრე შეერთდებოდნენ, ამიტომაც წამოიძახა განცვიფრებულმა მახარებელმა იპოვაო. თითქოს რაღაც მოულოდნელზე თქვა. 19. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილება იმისი, იზრახა ფარულად განტევება იმისი. როგორ შეიძლებოდა იოსები მართალი ყოფილიყო, როცა სჯული მრუშის გამოაშკარავებას, ესე იგი მხილებასა და დასჯას ბრძანებდა. მან კი ცოდვის დაფარვა განიზრახა, რითაც სჯული დაარღვია. ეს საკითხი უპირველესად იმ აზრით უნდა გადავწყვიტოთ, რომ იოსები სწორედ ამ განზრახვის გამო იყო მართალი. მას არ სურდა მკაცრი ყოფილიყო. არამედ პირიქით, კაცთმოყვარეობითა და დიდი სიკეთით სჯულის მცნებებზე მაღალი ცხოვრებით მცხოვრებმა. თავისი თავის სჯულზე ამაღლებულად წარმოაჩინა და მისი, ვინც სულიწმიდისაგან იყო მიდგომილი და არა მრუშობით, გამოაშკარავება და დასჯა არ მოინდომა. არამედ ნახე, რას ამბობს მახარებელი. იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. ვინ იპოვა? იოსებმა. ესე იგი მან შეიცნო, რომ მარიამმა სულისაგან წმიდისა იღო მუცლად, მისი ფარულად განტევებაც იმიტომ განიზრახა, რომ ვერ გაკადნიერდა ცოლად ყოლოდა ის, ვინც ესოდენ დიდი მადლის მიღების ღირსი შეიქმნა. 20. და ვითარ იგი ამას განიზრახვი და ოდენ. აჰა ანგელოზი უფლისაი ჩვენებით გამოუჩნდა მას და ხრქუა. ამ მერყეობის ჟამს მართალს ანგელოზი გამოეცხადა და ასწავლა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ძილში იმიტომაც გამოუჩნდა, რომ მტკიცე რწმენა ჰქონდა, მწყემსებს, როგორც განუსწავლელებს. ანგელოზი ცხადში ესაუბრება, ხოლო იოსებს, ვითარცა მართალსა და მორწმუნეს. ძილში, როგორ არ უნდა ერწმუნა. როცა ანგელოზმა ის ასნავლა, რასაც თავის თავში განსჯიდა და რის შესახებაც არავისთან არაფერი ჰქონდა ნათქვამი, როცა თავისთვის ფიქრობდა, მაგრამ არავის არაფერს ეუბნებოდა. ანგელოზი მაშინ გამოეცხადა. ამიტომ, რაღა თქმა უნდა, ირწმუნა, რომ იგი ღმრთისაგან იყო, რადგან ის, რაც ხმა მაღლა არ თქმულა, მხოლოდ ღმერთმა იცის. იოსებ, ძეო დავითისო, დავითის ძედ უხმომას, რათა შეეხსენებინა წინასწარმეტყველება, რომ ქრისტე დავითის თესლისაგან უნდა ყოფილიყო? უთხრა რა ეს. ანგელოზმა იოსებს შეაგონა, ურწმუნოება არ გამოეჩინა და დავითზე ეფიქრა, ვინც ქრისტეს შესახებ აღთქმა მიიღო. ნუ გეშინინ მიყვანებად. აქ მახარებელი გვიჩვენებს, რომ იოსებს მისი მოყვანისა ეშინოდა, რათა მრუშის ცოლად ყოლით ღმერთი არ განერისხებინა. ან სხვაგვარად, ნუ გეშინინ ანუ გეშინოდეს მისი შეხებისა, ვინც მუცლად სულიწმიდისაგან იღო, მაგრამ ნუ შეგეშინდება მიყვანებად ანუ მისი შინყოლისა. რამე თუ გონებითა და ფიქრით იგი უკვე გაშვებული ჰყავდა. მარიამისა, ცოლისა შენისა. ამით ანგელოზი ეუბნება, შეიძლება შენ ფიქრობ, რომ იგი მრუშია, ხოლო მე გეუბნები, რომ შენი ცოლია, ანუ არავის განუხრწნია, არამედ შენი სასწლოა. რამე თუ რომელი იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს. ესე იგი არა მხოლოდ შორსაა უკანონო კავშირისაგან, არამედ მუცლად ღმრთეებრივი სახით იყო და ამგვარად, შენ სიხარული უფრო გმართებს. 21. შვეს ძე. რათა ვინმეს არ ეთქვა, რატომ უნდა დაგიჯერო შენ, რომ სულისაგან წმიდისა არს ანგელოზი მომავალზე ამბობს, რომ ძე იშვება, უკეთ თუ ამ შემთხვევაში მართალი გამოვდგები. მაშინ, ცხადია, ჭეშმარიტება იქნება ისიც, რომ სულისაგან წმიდისა იშვება, არ უთქვამს, შენ გიშობს, არამედ უბრალოდ იშვება, რადგან მარიამი არა მისთვის, არამედ მთელი სამყაროსათვის შობდა და მადლიც არა მხოლოდ მასზე, არამედ ყველაზე გარდამოვიდოდა და უწოდიან სახელი მისი იესო.
Რაღა თქმა უნდა, შენ უწოდებ, ვითარცა მამა და ვითარცა მფარველი ქალწულისა, რადგან იოსებმა შეიტყო თუ არა, რომ უცლა დღება სულისაგან წმიდისა იყო. ქალწულის უპატრონოდ გაშვებაზე აღარც უფიქრია. პირიქით, ყველაფერში ეწეოდა. რამე თუ მან იხსნეს ერთვის იცოდვათაგან. აქ განმარტებულია, რას ნიშნავს იესო, სახელდობრ, მაცხოვარს, რადგანაც ნათქვამია, რომ მან იხსნეს ერთვის იცოდვათაგან. ოღონდ, არა მხოლოდ იუდეველები, არამედ ის წარმართებიც, რომელნიც ისწრაფვიანი წამონიგი და მისერად იქცნენ. რისგან უნდა იხსნას? ომებისაგან ხომ არა? რა თქმა უნდა, არა, არამედ ცოდვათაგან მათთა. აქედან ცხადია, რომ ის, ვინც უნდა იშვეს, ღმერთია, რადგანაც ცოდვათა მიტევება მხოლოდ ერთს, ღმერთს ხელეწიფება. მუხლები 22-დან 25-ს ჩათვლით. წინასწარმეტყველების აღსრულება. 22. ესე ყოველი იქმნა, რაითა აღესრულოს სიტყვა იგი უფლისაი პირითა წინასწარმეტყველისაითა თქმული. ნუ იფიქრებ, რომ ეს ღმერთმა ცოტა ხნის წინათ განიზრახა, არამედ პირველითგან, დასაბამიდანვე. შენ, იოსებ, ვითარცა წინასწარმეტყველთა მცოდნემ და სჯულსაშინა განსწავლულმა, უფლის ნათქვამს დაუფიქრდი, რადგან მახარებელმა არა ესაიას მიერ თქმულიო თქვა, არამედ უფლისაგანო, ანუ კაცმა კი არ თქვა, არამედ ღმერთმა კაცისა პირითვი, ასე რომ, წინასწარმეტყველება სავსებით სარწმუნოა. 23. აჰა ქალწული მიუდგეს. ებრაელები ამბობენ, რომ წინასწარმეტყველთან არა ქალწული, არამედ ახალგაზრდა ქალი წერია. მათ უნდა ვუთხრათ, რომ, რამდენადაც ახალგაზრდა ქალს განუხრთნელს უწოდებს, ამდენად წმინდა წერილში ახალგაზრდა ქალი იგივეა, რაც ქალწული. შემდეგ, უკვე თუ ქალწული არ შობდა, ნიშანი და სასწაული როგორღა იქნებოდა? მოусმინე, რას ამბობს ესაია. ამისთვის უფალი თქვენ ნიშანს თავად მოგცემთ ესაია. თავი მე-6, მუხლი მე-14 და მაშინვე უმატებს და აჰა ქალწული და ასე შემდეგ, რადგანაც უკვე თუ ქალწული არ შობდა, არც სასწაული იქნებოდა. ასე რომ, ებრაელები წმინდა წერილს ბოროტი განზრახვით აყალბებენ და ტექსტში ნაცვლად ქალწულისა ახალგაზრდა ქალს სვამენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, ახალგაზრდა ქალი ეწერება თუ ქალწული. ყველა შემთხვევაში ის უნდა მივიჩნიოთ, რომ ქალწულმა შვა, რათა ეს შობა სასწაულებრივი იყოს. შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით, ჩვენთან ღმერთი. ებრაელები ამბობენ, თუ კი ეს ასეა, მაშინ რატომ არ იწოდა იგი ემმანუელად, არამედ იესო ქრისტედ? ამის თაობაზე უნდა ვთქვათ, რომ წინასწარმეტყველი არ ამბობს, უწოდებ, არამედ უწოდიან, ანუ თავად საქმენი უჩვენებენ, რომ ღმერთია, თუმცაღა ჩვენთან იცხოვრებს. საღმრთო წერილი ხომ სახელებს საქმეთაგან აძლევს, როგორც მაგალითად, უწოდე სახელი მისი, სწრაფლია ვარ ჰყავ, ესაია, თავი მერვე, მუხლი მესამე, მაგრამ სად და ვის ეწოდა ასეთი სახელი? რამდენადაც უფლის შობასთან ერთად ცდომილება იავარყოფილ და დატყვევებულ იქნა. ამიტომაც ითქვა, რომ მიიღო რა სახელი საქმისაგან თვისისა, ასე იწოდა. 24. და განიღვიძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან. დაუკვირდი, გამოღვიძებულმა სულმა რამ სწრაფლი რწმუნა. და წარიყვანა ცოლითვისი. მარიამს მათე ყოველთვის იოსების ცოლს უწოდებს, რათა ბოროტი ეჩვი განაგდოს და გვასწავლოს, რომ იგი სწორედ მისი ცოლი იყო და არა სხვა ვინმესი. 25. და არა იცოდა იგი ვიდრემდე შვა. ანუ არასოდეს აღრეულა მასთან, რამე თუ ვიდრემდე, აქ იმას კი არ ნიშნავს, რომ თითქოს შობამდე არ იცოდა იგი და მერე შეიცნო, არამედ იმას, რომ არც არასოდეს შეუცვნია იგი. ასეთია თავისებური ენა წმინდა წერილისა, როგორც მაგალითად, არ დაბრუნებულა ყორანი კიდობანში ვიდრე განხმობამდე წყლისა ქვეყანისაგან დაბადება. თავი მერვე,
მუხლი მეექვსე. მაგრამ იგი ხომ არც ამის შემდეგ დაბრუნებულა. და კიდევ. მე თქვენთანა ვარ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა მათე. თავი 28. მუხლი მე-20 და აღსასრულის შემდეგ აღარ იქნება. მაშინ მით უმეტეს. მსგავსად ამისა, აქაც სიტყვები შვიდრემდე შვას იმ აზრით გაიგე, რომ იოსებს იგი არც შობამდე და არც შობის შემდგომად შობისა არ შეუცვნია. რადგან, როგორ შეეხებოდა ამ სიწმინდეს, როცა მისი გამოუთქმელი შობის შესახებ კარგად უწყოდა? ძე იგი მისი პირმშოი. პირმშოს მას იმის გამო კი არ უწოდებს, რომ თითქოს მარიამა მეორე შვილიც შვა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ იგი პირველი და ერთადერთი იშვა. ქრისტე პირმშოა, რადგან პირველი იშვა და მხოლოდ შობილი, რადგან ძმა არ ჰყოლია. და უწოდა სახელი მისი იესო. იოსებმა ამ შემთხვევაშიც მორჩილება გამოიჩინა, რადგან ისე მოიქცა, როგორც ანგელოზმა უთხრა.